მოგესალმებით. ამ ვიდეოში მე თქვენ გაჩვენებთ კომპიუტერის დიაგნოსტიკის პროგრამას, რომელიც კომპიუტერის მთლიან მონაცემებს აჩვენებს და ყველაფერს გაჩვენებს, რაც კი ჩვენს კომპიუტერში არსებობს. აი ამას ქვიათ CPU-ზე, აი ამ პროგრამას. ეხლა ჩავართოთ ამ პროგრამას აუცილებლად მე ვიდეოს მოვაყოლებ. ჩავართოთ. აი როგორც ხედავთ ჩაითო, აი აქ წერია თვითონ ჩვენი კომპიუტერის ყველა მონაცემები, ანუ პროცესორის მონაცემები წერია, ანუ ჩემ კომპიუტერი ახლა 4 ბიტიანი არის, აქ წერია ქურის სპიდები, ანუ კომპიუტერის სიხშირეები წერია, აქ კი ზუსტი მოდელი კომპიუტერის, აქ სოკეტი და აქ კოდეკის სახელი. ამის გვერდზე არის cache-ი, ანუ ეს არის ჩვენი პროცესორი რამდენი ბიტზე მუშაობს. ანუ ეხლა მუშაობს 32 ბიტზე ჩემი კომპიუტერი. შემდეგ არის main board, ანუ ეს იგივე არის motherboard-ი. აქ გვიჩვენებს ჩვენი motherboard-ის მონაცემს, აქ გვიჩვენებს მოდელს და გვიჩვენებს რომელ ბაზაზე მუშაობს იგი. აქ არის memory, ანუ ეს გვიჩვენებს მეხსიერებას ჩვეულებრივად. ანუ ოპერატიული მეხსიერების, ანუ ეს არის ტიპი DDR-ი, ეს არის 2048 MB, ანუ ბაიტს ეს ნიშნავს, ანუ 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. და dual, ანუ ორმაგი. ესეც თვითონ ვიდეო კარტის არის. აქ კი ვიდეო კარტაზე არის სრული მთლიანი მონაცემები წერია, ანუ ჩვენი ვიდეო კარტის სახელი, კოდეკის სახელი, სიხშირეები, ზომა და ტიპი. და ეს მუშაობს 192 ბიტზე ჩემი ვიდეო კარტა. აი როგორც ხედავთ, მაგარი პროგრამა არის ძალიან და აქ არის about, ანუ აქ წერია აი ამ პროგრამის შესახებ. და ეხლა კიდევ გაჩვენებთ, რომ უნდა გავიგოთ Windows-ის ვერსია, თუ რომელი Windows ვერსია გვიყენია. და არა properties-დან, მაი კომპიუტერიდან არა. გავხსნათ run-ი და წერთ WinWare. აი გამოვაგდო ფანჯარა, სადაც წერია კომპიუტერის სრული მთლიანი მონაცემები. რაც კი ჩვენს კომპიუტერს აქვს. ანუ ეს არის Windows-ის მონაცემები, მხოლოდ და მხოლოდ Windows-ის. ეს ვიდეო აკვეთილ ამით დამთავრებულია. თუნდაც მეგაიგეთ მომწერეთ საიტზე და ამ ფაილს აუცილებლად მოვაყოლებ ვიდეოს. მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.